შავი ვარდი. და ვარ ვიცი რა გითხრა, მაგრამ რა მაგრამ ძმაო? რა მაგრამ? ჯობს ნუ რაფერს მეტყვი, თუ შენი სიტყვები გულს არ დამიმშვიდებს ძმაო. ზურგი შენ ჩემაქციე. ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, რომ ოღუსთან გავრბივარ. იქნებ მან მაინც დამამშვიდოს მეთქი. ჩემს ძმასთან გამოვრბივარ, რომელიც თვალებში მიყურებს და იმედს არ მაძლევს. ძმამ მიღალატა. მეტად ხელი არ შეგეშალა და მომკვდარიყავი. ხოლოდ ის მინდოდა, რომ როგორც ბარანის დედა, ისე მომკვდარიყავი. დენისი შიგნით არის? ძმაო, დაწყნარდი. შენ უთხარი სერდარ? სერდარ. არა ძმაო, ბეჭედი იპოვა. თავიდან ჩემი ეგონა, მე უბრალოდ წამომცდა. უნებურად, ბოდის გიხდი ძმაო. დენის, კარი გააღე, სანამ შემოვამტვრევ. ძმაო, დამშვიდი. სერდარ, შენ ნუ ერევი. დენის, კარი გააღე. დენის, კარი გააღე მეთქი. მომისმინე დენის, ასე ვერაფერს მივაღწევთ. დენის, კარი გააღე მეთქი. დენის, ნუ ჯიუტობ. შენი სიჯიუტით ვერაფერს მივაღწევთ. გამარჯობა აღა. რა ხდება კასიმ, გმირულად მოიქეცი და სამსახურს დაუბრუნდი არა? სანამ ქარხანაში მოვიდოდი მოვალეებს შევუარე. შუა დღემდე ვალს გადაიხდიან ძმაო. ჩემი ვალები ბოლომდე არ გაუსტუმრებიათ. იცოდე, მალე ვალების ასაკრებად მეც გავალ. არ გეგონოს რომ ანგარიში ბოლომდე გავასწორე. ასიმი როგორ არის აღა? ასიმის ამბავი საიდან გაიგე? ცოტა ხნის წინ ოზლემმა დარეკა და მან მითხრა. კასიმ, ოზლემთან რომ ასე ახლოს ხარ, არ მომწონს. ნუ გამაბრაზებ, კარგი? რას ამბობ აღა? კი, მაგრამ შენი ელიტის ვარდს. ნეტავი მან საიდან გაიგო? ოზლემ. იმინე, ვიცი რომ ჩემზე ნაწყენი ხარ, ვიცი. კენდალს დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. დედა, ნურც თავს შულო, ხომ გითხარი ერთ ადგილას დაეტიე მეთქი. ერთხელ მაინც დამიჯერე. ეს რა არის? რა გინდა? კენდალმა არის ის მანდ რომ ხარ? არა. რატომ არ მითხარი ოზლემ? კენდალი მოდის. რა? ოზლემ რა მოხდა? კენდალი მოდის. გაუგია. ახლა რა ვქნა? სასტრაფოდ ებროს ოთახში შედი და დაიმალე. ჩქარა, მიდი. ოზლემ. გგონია ამას შეგარჩენ ოზლემ? სად არის? გაჩერდი შულო, გაჩერდი.
დედა მითხარი სად არის? არ გამაცოფო. თუ ვიპოვე, მოვკლავ. ოზლემ. შვილო, ჯერ მომისმინე. დედა მომშორდი. ხომ გითხარით ამ სახლში მისი ფეხი არ დავინახო მეთქი? გამეცალე. ყველაფერი რაც თავს გადაგვდა, მაგ გველის ბრალია. შენ კი ამ კახპას ხელს აფარება რა? სად ხარ ოზლემ? ჯერ გიპოვო. გეფიცების სახეს გაგიერთიანებ. სად ხარ? სად ხარ? გასაგებია. გმადლობ, სასწავლებელში გნახავ. ბარან, შენ დამნაშავე არ ხარ, გესმის? ვის ელაპარაკებოდი? ჩემი მეგობარია სკოლიდან. კითხე ლექციების ცხრილი თუ შეადგინეს მეთქი და შეუდგენიათ. დღეს ლექციები არ მქონდა. დამეგობრება უკვე მოასწარი? ამით რისი თქმა გინდა? არაფრის. ბარან, წესი რა დამიხსენი რას გულისხმობ? არაფერს არ გულისხმობ, რატომ ბრაზობ? მე ვბრაზობ? ხვდები მაინც რატონით მელაპარაკები. რა დავაშავე? სწავლა გუშინ დაიწყო და დღეს უკვე შენი მეგობარია? რა მაგარია? ბარან, შენ დამითანხმე რომ მესწავლა. რადგან სწავლის საფასურს შენ ფარავ ვალდებული არ ვარ, შენი უაზრო გამოხდომები ავიტანო. გაიგე? აიშე. შენ არასწორად გამიგე. ცდები, ყველაფერი სწორად გავიგე, ბარან. კარგი, ბოდიშს გიხდი. არ გეწყინოს. გულს მტკენ. მერე კი ბოდიში მიხდი. რა კარგია? შენი ბოდიში შენთვის შეინახე. არ მჭირდება. და უკან არ გამომყვე. მივდივარ. სად არის? სად არის? ხმა მოიღეთ, სად მალავთ? ხმას რატომ არ იღებთ? სად არის? შვილო, დედა მომშორდი. შვილო დაწყნარდი. ბარანმა ის კოსტიუმი დაწვა. ჩემი გულისთვის. მითხარით სად არის? ხომ იცით მაინც ვიპოვი და იმასაც სასტიკად გავუსწორდები, ვინც ეხმარება. დედა მომშორდი. რა თქმა უნდა. იმელიტის ვარდის გარდა ამას სხვა ვინ გაბედავდა? შვილო, გაჩერდი. გამიშვი. ოზლემ, ახლა კი მართლაც ვეღარ გადამირჩები. ოზლემ, სად ხარ ოზლემ? აქ ხარ? აბა ადექი. მოდი აქ. ადექი, ადექი. წამოდი, წამოდი. ფეხი გამოადგი. წამოდი. წამოდი. აღა, ახლა გაიძახი არა აღას? ფეხი გამოადგი. დედა. გაფრთხილებთ არავინ მომეკაროს. არავინ მომეკაროს. შვილო, შეჩერდი. შეჩერდი. დედა, შენ ნუერები. ყველამ თავი დამანებეთ. რა გეგონა, ვერ გავიგებდი, რომ აქ იმალებოდი არა? ჩემთან შეხვედრას ისე დაჟინებით ითხოვდი, ალბათ მნიშვნელოვანი რამე უნდა მითხრა. მართალია. ძალიან მომენატრე. ადა. შენთან განშორება ჩემთვის აუტანელია. დღეს ძალიან ცუდი რაღაც შემემთხვა. საშინელ გუნებაზე ვარ. რა მოხდა? ჩემმა ძმამ ნარინისთვის ბეჭედი იყიდა. ცოლობა უნდა სთხოვოს. დენისმა ის ბეჭედი იპოვა და ერთი ამბავი ატეხა. ბეჭედი? მოიცადე. გუშინ ტელეფონით რომ მელაპარაკებოდი, ნარინის ბეჭედი ახსენე? ხო. დენისმა იპოვა და ჩემს ძმას მთელი გეგმები წყალში ჩაეყარა. მეც წამომწდა, რომ ის ბეჭედი ჩემი ძმის არის. მე კი მეგონა რომ
რა? არაფერი. სახლში უნდა დავბრუნდე. ადა რა მოხდა? არაფერი, სერდარ. დროს აღარ წაგართმევ. შენმა პატარა მარდაგირეკოს. ბრავო. საიდან მოიტანია და? ხო, კარგი. სახლში უნდა დავბრუნდე. კარგი, მიგაცილებ მაინც. მითხარი რა გავაკეთო? ხელი გაუშვი. რა გავაკეთო რომ ჭკუა ისწავლა? მითხარი. ჩემს ზურგს უკან ბინძური საქმეები როდემ და უნდა ხლართო. თავი დაანებე კენდალ გაუშვი. დედა, საკმარისია. არ არის საკმარისი. გაუშვი. შენ ვინ ხარ? ხელს რა უფლებით მიჭერ? ვინ ხარ? აღა, გოგო ცოდვა. რას მიყურებ, ნარინ? შენცეც არ გინდოდა? ახლა ვეღარაფერი შემაჩერებს. მოკეტე. შენ კი აქედან გაეთრიე. მოგვიანებით დაგელაპარაკები. ბარანიც მოვიდა. გულახდილად ვილაპარაკოთ, ნარინ? მიპასუხე. მოკლავ შესაცოდავო. დაგახრჩობ. თავი დაანებე ამ გოგოს, რას ერჩი? მამშორდი. ელიტის ვარდო, ეს ყველაფერი შენი მოწყობილია, არა? ჭკუას როდის ისწავლი? რატომ ყოფს ხვის საქმეში ცხვირს? ოზლემი შენდამალი, არა? კმაყოფილი ხარ, ნარინ? რა სიტყვი? ესე იგი ძაღლივით გარეთ გამაგდებ, არა? ხალანზე ჩემი ძმები მომკლავენ და გგონიათ ამით ყველაფერი დამთავრდება? კარგი, დავასრულოთ ყველაფერი. მე ხომ გაგაფრთხილე? ხომ გითხარი ცალი ფეხი სამარეში მაქვს მეთქი? შენ ხმას რატომ არ იღებ? სათქმელი აღარაფერი გაქვს? მიპასუხე. მე ჩემს სათქმელს ვიტყვი და სულ არ მადარდებს. მერე რა მოხდება? დიახ, არ მადარდებს. შიშით ვერაფერს მიაღწევ. რა გგონია, ამ საიდუმლოს კიდევ რამდენ ხანს დამალავთ? მე წავალ. წავალ. ჩემი ძმები მომკლავენ და მომკლან.
მაგრამ წასვლამდე ხმას ამოვიღებ. თუ არ გაჩუმდები შენს ძმებს კი არა, მე შემომაკვდები ოზლემ. მე. დასაკარგი რაღა მაქვს კენდალ აღა. ბიძია, საკმარისია. ბარან, შენ მოერევი. ჩემ საქმეში არავინ ჩაერიოს. რას ნიშნავს არავინ ჩაერიოს? ჩვენ თვალწინ გოგოს წემ და ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ? ბრძოლო, შენთან სალაპარაკო მაქვს. საკმარისია, კენდალ, საკმარისია. გეყოფა. გოგოს ავადმყოფოდან ახლა გამოვიდა. თუ ღმერთის საერთოდ არ გეშინია. ხმას ამოიღებ. მერე წარმოგიდგენია, მერე რა მოხდება ოზლემ ჰანიმ. საკმარისია. გაჩერდი. ჩემი უფროსი ძმა ხარ, ამიტომ შენთვის სიტყვა არ შემიბრუნებია, მაგრამ ამის უფლებას ნამდვილად აღარ მოგცემ. სალმან ბეი, ჯემალ ბეი და მე. ეს სამი ადამიანი შენთვის რამეს ნიშნავს? ძმაო, ჩემი აზრით სჯობს შენ თვითონ გაჩუმდე. წამოდი რძალო. დენის, გარი გააღე, გთხოვ. გარი გააღე, დავილაპარაკოთ დენის. ძმაო. გარს არ აღებს. ძმაო, ჩემი ბრალია. დენისისთვის არ უნდა მეთქვა. წერდა, დაივიწყე. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ძმაო, ამბობ აზრი აღარ აქვსო, მაგრამ სიმართლე სხვანაირად რომ გაეგო, ასეთი რეაქცია არ ექნებოდა. ძმაო, თავი დაანებე. დენის. გთხოვ, გარი გააღე, დენის. პირდები, ყველაფერს მოგიყვები. ასე ვერაფერს მივაღწევთ. ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს. შენ არასწორად გაიგე, გთხოვ, ნება მომეცი, რომ აგიხსნა სინამდვილეში რა ხდება. რამდენჯერ უნდა გითხრა შვილს ნუ მეძახი? რას გულისხმობ? რა უნდა ამიხსნა? ის უნდა ამიხსნა, რაც ჩაიდინე. საკუთარი თავის იმედი გააქვს, რომ ამას შეძლებ. მაგალითად შეგიძლია ის ამიხსნა დედაჩემს როგორც მოიქეცი. ხამეებს ტირილში რომ ატარებდა, ამაზე რას მეტყვი? მიუხედავად ამისა, ჩემთან შენზე ერთი ცუდი სიტყვაც არ დასცდენია. უნდოდა რომ მამამ ყოლოდა. დედაჩემი შენი უსიყვარულობის, უპასუხისმგებლო საქციელის გამო მოკვდა. ამაზე რას მეტყვი? რას გულისხმობ, რა უნდა ამიხსნა? რა მოხდა? ფიქრობ, რომ დენისი აუტანელი გოგოა, შენ ცხოვრებაში ერევა. გაუფრთხილებლად კარზე მოგადგა. გარდა ამისა, გთხოვს ანგარიში ჩააბარო. რა უფლებით არა? არ გეწყინოს, მაგრამ მე ასეთი ადამიანი ვარ. ოჯახში არ ვარ აღზრდილი და ამის ბრალია. დენის, ძმაო, შენ თავი დაანებე, მე დაველაპარაკები. საშინელ მდგომარეობაში ვარ, სერდარ. რაღაცას ხომ არ გვიმალავს. ჩემზე ასეთი ნაწყენი რატომ არის? რამდენი დღეა ჩემს დას ვორეკავ, მაგრამ არ მპასუხობს. რაღაც გაურკვევლობაა, მაგრამ რა? აღარ ვიცი რა ვიფიქრო. გავარკვევთ თუ რამეს გვიმალავს, ძმაო. წავალ, დაველაპარაკები და დავბრუნდები. დედა, კარგად ხარ? კარგად ვარ, შვილო, კარგად.
ყოჩა ხმელეთ. ეს ყოველივე რას ნიშნავს კენდალ? ოზლემი რის თქმაც ცდილობდა. ის ზუკნა არაფრის თქმას არ ცდილობდა, მაგრამ შენ მითხარი, ჩემ საქმეებშიც ხვირს რატომ ხობ? ხომ თქვი ამ სახლში მისი ფეხი არ ვნახო მეთქი? შენ კი შენს ოთახში მალავდი. აბა რა უნდა მექნა? ქუჩაში უნდა მიგვეტოვებინა და თავის ძმებს მოეკლათ? თქვენც მხარიაობით არა? თქვენთვის ვის სიტყვას აქვს ფასი? ხომ ხედავდე და ეს ელიტის ვარდი ცდილობს ოზლემი მელეკი ემინეც კი თავის ჭკუაზე ატაროს. უფროსი სიტყვას ფასი აღარ აქვს არა დედა? არა და შენგან ვისწავლე. ოჯახის უფროს, ოჯახის მარჩენალს პატივი უნდა სცეთო. ახლა თითქოს ყველამ ერთხმად შეკარით პირი და ცდილობ დამიპირისპირდეთ. ისე რომ არ კითხულობთ ვინ მართალია და ვინ მტყუანი. გაგიკვირდა დედა? ფიქრობ კენდალმა რა ქნაო არა? ოზლემის ცემა. რატომ სცემა? ამის მიზეზს არ იტყვი დედა? არ იტყვი? ლარინ, თუ გინდა შენ თქვი. კენდალმა რა დააშავა? ვირივით მუშაობდა, სხვა რა დააშავა? რაც თავი მახსოვს ნაკვეთებში, ქარხანაში ვირივით მუშაობ, სხვას რას ვაკეთებ? ოჯახს, დედას, დას, შანვერდის ოჯახის ყველა წევრს ლუკმაპური რომ არ მოაკლდეს და არ შესწივდეს, ვირივით მუშაობს კენდალი, სხვას რას აშავებდა? თქვენ გეკითხებით, შეგიძლიათ მიპასუხოთ. მაგრამ არა. თქვენ მარტო ეს სიტყვები იცით, კენდალ კმარა, კენდალ შეჩერდი, შენს ბოროტებას ბოლო არ უჩანს. შენს ძმას რატომ არ გავხარ, კენდალ? მურატის დადებითი თვისებები შენს რატომ არ დაგყვა? მურატი როგორ გვიყვარს, როგორ გვენატრება. შენს დანახვაზე კი ტანში შრუანტელი გვივლის, პირს რომ გააღებ, შიში გვიფხრობს. ასე ფიქრობთ არა? გარდაცვლილი მურატი ყოველთვის ჩემზე წინ დგას. ხომ ასეა დედა? მითხარი ელიტის ვარდო. მურატი კენდალს რით ისჯობია? კენდალმა რა დააშავა? კენდალს უნდოდა რომ ემინეს ბიჭი გაეჩინა. რაც მოხდა შენც იცი. მერე ოზლემი მოიყვანა, მერე სიბელი. მითხარი ძვირფას ორძალო, უფრო დამაფასებდით სიბელის ორსულობა რომ დამემალა, სადმე სხვაგან წამეყვანა, ჩემი ბიჭი იქ გაეჩინა და 20 წლის შემდეგ ემინეს ან ოზლემს ეს ამბავი შემთხვევით რომ გაეგოთ. კენდალის საქციელს გაამართლებდით? თქვენს თვალში მეტი ფასი მექნებოდა? მოულოდნელად რამე ავადმყოფობა რომ შემეყაროს და მოუკვდე? ჩემი გარდაცვალების გამო იტირებთ? მიპასუხეთ, იტირებთ? რომელი ერთი იტირებთ? ხომ ამბობდი, შენ გამოცრემლს ვინ დაღვრისო? ოზლემი დამიტირებს? რაღაც არ მგონია. პირიქით სიხარულით სასეწევა. ემინე? იტყვის უფალმა დასაჯაო. მელეკი? დარწმუნებული ვარ იტყვის რეჯეფის ცოდვა მუწიაო. ვიღა დარჩა? შენ დედა. მაგრამ არა, რაღაც არ ამგონია. აკუნის სახვევიდან სუდარა უკვე შემიკერე. თქვენს თვალში ადამიანი ვარ, რომელსაც მხოლოდ ბოროტება ამოძრავებს. თქვენს თვალში ის ადამიანი უფრო ძვირფასია, ვინც ჩუმი, სულმდაბალი და ფარისეველია. ხომ ასეა? აბა დაფიქრდით. ხომ ასეა? რა მოხდა, რატომ გაჩუმდით? ხმას რატომ არ იღებთ? გისმენთ?
ბრძალო, კარგად ხარ? ჭრილობა ძალიან გტკივა? ჩემზე ნუ დარდობ მელეკ. დიდი ხნის წინ გული ისე მატკინე, რომ ამ ჭრილობის ტკივილი იმ ტკივილთან რა მოსატანია. რა უშავს. სიბელის ყოველი დანახვისას თვალწინის პატარა მიდგას, რომელიც გულში ვერც კი ჩავიხუტე. ჩემი შვილი ერთხელ მოკვდა, მაგრამ მე ყოველმის დანახვაზე ვკვდები. ჩემი შვილის სიკვდილმა სულში ისეთი სიცარიელე დამიტოვა, რომ თავი მკვდარი მგონია. ამ სიცარიელეს ვერაფერი შემივსებს. ვერაფერი მელეკ. რასაკეთებ, კენდალ? საშუალებას არ მაძლევ, რომ შვილი დავიტირო და ვიგლოვო. ჩემი შვილი მიწას მივაბარე. ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი ლუკმა პური ჩემთვის არამია. შიგნეული მეწვის, გული მეთუთხება. ღმერთმა შვილის სიკვდილი არავის განაცდევინოს. ხმას არ ვიღებ. ამ ტკივილს გულში ვიხვევ. შენ გგონია, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა? ტკივილმა გამიარა? არა, არ გაუვლია, კენდალ, არც არასოდეს გამივლის. არც არასოდეს გამივლის. მოვადრო და შეიძლება გავიცინო კიდეც. ხალხი იფიქრებს, შვილი დაივიწყა, უკვე იცინისო. ეს ყალბი მოჩვენებითი სიცილი იქნება და მარტო მე მეწოდინება. სხვა ვერავინ გაიგებს. გაჩუმდი, კენდალ, გაჩუმდი, ღვთის გულისათვის, გაჩუმდი. მეც გავჩუმდები და შენც გაჩუმდი. შენგან წამალს არ ვითხოვ, რომ იარები მოვიშუშო, არც შენგან და არც სხვისგან, მაგრამ იარებს მარილს ნუ დააყრი. ცეცხლს ნავთს ნუ დაასხამ. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. უმიზეზოდ არაფერი ხდება. არაფერი. ადამიანს უბედურება უმიზეზოდ არ დაატყდება თავს. საკმარისია, კენდალ. კიდევ კარგი გარეთ იყავი. კენდალ აღა მოზლემი ისე სცემა, რომ შემეცოდა საბრალო. აიშე. რა გჭირს? რაც მოხვედი, ხმა არ ამოგიღია. აიშე. ხმა ამოიღე. არაფერი. როგორ თუ არაფერი? სახეზე გეტყობა, რომ რაღაც მოხდა. იქნება არ მინდა რომ გითხრა. იქნებ მეც დავიღალე და ყელში ამომივიდა. თავი დამანებე და. აიშე, რა მოხდა? მითხარი, შენ და ბარანმა იჩხუბეთ? არაფერი არ მომხდარა. მინდა რომ წარსული დავივიწყო და მომავალზე ვიფიქრო. ბრძალო, მომისმინე. გისმენ. კენდალის გამოწვევას ნუ ცდილობ. ხომ იცი რა შეუძლია? თუ დაგავიწყდა. შენც რა გიჟი ყოფილხარ. მელექი, რომელიც ყველაზე წყნარი მშვიდი არსება გვეგონა, კენდალს როგორ დაუპირისპირდა. ერთი რამე ვერ გავიგე. ჩუმად უთხარი შეჩერდიო და მაშინვე როგორ გაჩერდა. ეგ შენ არ გეხება, ბრძალო. ამაში არ ჩაერიო, იმაში არ ჩაერიო. შემომხედე. შენ ყველაფერი იცი, არა? შენც იცი. დიახ,
ჩემმა ძმამ ყველაფერი მიამბო. შენც რა ეს შმაკი და გაიძვერა ყოფილხარ. რა თქმა უნდა, შენც ხომ ერთ-ერთი შამვერდი ხარ. საერთოდ არ იმჩნევდი, რომ იცოდი. ესე იგი, იცოდი, რომ ბარანი ებრუს შვილია. ეს ამბავი რომ გახმაურდეს, მერე ნახავ. რას ამბობ ბრძალო? ყველაფერს ამიხსნის. დენის გაჩერდი. რა გინდა? რას მომდემ? თავი დამანებე. მომისმინე პატარა ქალბატონო, თავი ვინ გონია? უნდა მომისმინო. წამოდი სადმე დავსხდეთ. ჯერ შენ მომისმენ. თვითონ რატომ? იმიტომ რომ რჩევა დარიგება გჭირდება ქალბატონო. რას მელაპარაკები? რა იყო? რა არ მოგეწონა? წამოდი, წამომყევი. წამოდი მეთქი. წამოდი. დედა, აქ დგომას რა აზრი აქვს? წავიდეთ, დახოცონ ერთმანეთი. ოზლემის უსაქციელობა არაერთხელ ავიტანეთ. თავს გაუვიდა. განამე მინდოდა, რომ ასეთ დღეში ჩავარდნილიყო. ხმა ჩაიკმინდა მეთქი და უარესად გაგიჟდა. გაჩერდი მეთქი და გაიქცა. ღირსი იყო. დედა, წავიდეთ მეთქი. მაგუაზ რო ლაპარაკს მოეშვი და მიპასუხე კენდალ, ოზლემი რის თქმაც ცდილობდა. იმ დღიდან რაც აქ ჩამოვედი, ვგრძნობ რომ რაღაცას მიმალავთ. ნარინის წერილი ოზლემის სიტყვები, თუნდაც შენი სიტყვები, კენდალ. ეს ცოდვა ვინც დაიდო, იმან გაამხილოსო. რისი თქმა გინდოდა? მითხარი რას მიმალავ კენდალ? თქვენ მაინც მითხარით რამე, ეს მურატს ეხება? გრძნობ რომ ყველა მიცით, მაგრამ თქვას ვერ ბედავთ. თქვენ მაინც მითხარით რამე. დედა, წამოდი შენს ოთახში აგიყვან. რისი გეშინიათ? ხმას რატომ არ მცემთ? რას ელოდებოდი, დედა? როგორც კი ჰკითხე, რას მალავთო, წიტილებივით გაიფანტნენ. ვერ ხედა? ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. არ მოდიხარ? გაუჩინარდით. თქვენი ყველა დავალება უნაკლოდ შევასრულე. მითხარით, მოიცადეო და მოვიცადე. მურატ აღაც აღარ არის, კენდალი სულ გაგიჟდა. ოზლემი კი ნაღამ შემოაკვდა. თქვენ გამო ვიცდი და არაფერს ვაკეთებ, თორემ ვიცი, მას როგორც უნდა გავუსწორდე. რას იზამდი? რას მოიმოქმედებდი, კასიმ? მითხარი. მომისმინე. მურატი ძმად მიმაჩნდა. ვიცოდი რომ მოკვდებოდა, მაგრამ მის სიკვდილს მაინც ვერ ვაცნობიერებ. ცოტა დრო კიდევ გჭირდება. სულ ცოტა. მეც ვეღარ მოვიცდი. ამის შემდეგ კენდალი არ მომასვენებს. მე არაფრის მეშინია, ხომ გესმით ჩემი? შენ თვითონ გადაწყვიტე. ეს საქმე თანდათან უფრო რთულდება. რამე სისულელი არ ჩაიდინო. ჯერ შესაფერი სიდრო არ დამდგარა. უნდა მოვითმინოთ. სხვა გზა არ გვაქვს. არ ვიცი შენ რა გამოძრავებს სალმან ბეი და არც მაინტერესებს. მაგრამ მორჩა. დღეიდან ყველაფერი შეიცვალა. კასიმი აღარ გაჩუმდება.
ხმას ამოიღებს. რაც მთხოვეთ ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე. ახლა ვითარება შეიცვალა. დრო ანგარიში მეც გავასწორო. რძალო, ხვდები მაინც რას ამბობ. სულ შეიშალე ჭკუიდან. ასეთი აზრები თავში როგორ მოგდის? არაფერი მესმის. შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს. ესე იგი შენ არ იცოდი. შენ თვითონაც არ იცი რას ბოდა. ჯერ თქვი ბარანი კენდალის და ნარინიშვილიაო, ახლა გადაწყვიტე რომ ებრუსი ყოფილა? შენ თვითონ არ თქვი ჩემ მაცმამ ყველაფერი მიამბო. მითხარი, მურატ აღა მარგი ამბო? რა გითხრა მელეკ? რაც მალა? მელეკ, შენ გადი, ოზლემს მინდა დაველაპარაკო. მoni ვერ გაიგე რაც გითხარი. უნდა მოვიცადოთ, გესმის? საკმაოდ დიდი ხანი ვიცდიდი. გაუხსნელი დანაშაული ხომ არ დაგავიწყდა. კიდე რეჯეფის მკვლელობა შეგახსენო. რეჯეფის საქმით მე ნუმაშინებთ. კენდალმა რეჯეფის მკვლელობისთვის ფული გადამიხადა. ამიტომ ეს დავალება უნაკლოდ შევასრულე. სანამ მოკლავდი, რეჯეფმა მითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა. მე მივხვდი, რომ მურატ აღას მკვლელობის ამბავს გულისხმობდა. ციხიდან როგორც კენდალის მარჯვენა ხელი ისე გამოვედი. შემდეგ თქვენ გამომეცხადეთ. მითხარით, რომ კენდალზე შურისძიება გინდოდათ. დახმარებისთვის დიდი თანხაც წამპირდით. მეც დაგთანხმდით. ბედისწერამ იმ ადამიანს შემახვედრა, რომელსაც წლების განმავლობაში ვეძებდი. ცდილობდი მისი კვალი მეპოვა. თურმე ჩემს თვალწინ ტრიალებდა, მაგრამ რა მდგომარეობაში? მაშინ აღარც კენდალის ფული მაინტერესებდა და აღარც თქვენი საქმის გაკეთება მინდოდა. ჩემი მთავარი სამიზნე კენდალი გახდა. მინდოდა ისეთ მდგომარეობაში ჩამეგდო, რომ სიკვდილი სანატრელი ჰქონოდა. რადგან ერთი მტერი გვყავდა თქვენს წინადადებას, ამიტომ დავთანხმდი. რაც მითხარით, ყველაფერი შევასრულე. ერთ რამეს გეტყვით, სალმან აღა. დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არასოდეს მივატოვებ. ადრე თუ გვიან წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ერთი ამას შეხედეთ, კასიმ ეფენდი. კენდალ აღას ყველაფერს მოვახსენებ. ყველაფერს მოვახსენებ. დამაცადე. ჯერ დამაცადე, კასიმ. ამ შეკითხვას უკვე შენ ცვამებრუ. ჩემი უბედურების მომასწავებელი ქარიშხალი. მელეკ, გადი მეთქი. მე ის მელექი აღარ ვარ შენს ყველა სიტყვას მორჩილად რომ ასრულებდა. და ძმამ რამდენიც გინდა იკამათეთ. თქვენის ნებართვით მე გავალ. ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ. არ ვიცი თქვენ რას ჭურჭულებდით, მაგრამ ის ვიცი, რომ კენდალს კარგად იცნობთ. ხომ მიცნობთ? მიპასუხეთ, ხომ კარგად მიცნობთ? თქვენი ბურუსით მოცული საქმიანობის შესახებ არაფერი ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. როგორც გითხარით, კასიმი აღარ გაჩუმდება. იმედია, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს დიდად არ ეწინააღმდეგება. თორემ კასიმის ნამდვილ სახეს დაინახავთ. რაც ჩემთვის დაგივალებიათ, ყველაფერი პირნათლად შევასრულე. არ მგონია ჩემთან დაპირისპირება გაწყობდეთ. 136 სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.